მარიამ! მარიამ! მარიამ, რა დაგემართა? ჩემო საყვარელო. გამეცი ხმა. მარიამ, გამოფხიზდი. მარიამ! ქალბატონო ელისა! მარიამ დედა. ხმა გამეცი დედიკო. მარიამ დედა. ყველაფერი კარგად იქნება დედა. ყველაფერი კარგად იქნება დედა. ლევანიც კარგად იქნება დედიკო. აი ნახავ. ძალიან დიდ ქორწილს გადაგიხდი დედი. ხოდა მელაპარაკე დედიკო. დედა. მარი. ამაზე ლამაზ კაბას გიყიდი დედიკო. თეთრს. გახსოვს ბავშვობაში რო ხატავდი, ზუსტად ისეთი იქნება დედა. თმაში ყვავილებს ჩაგაწნი დედა. კინაცვალე მეშე. დედა. ყველაზე ლამაზი პატარძალი შენ იქნები დედიკო. დედი. მოდი ეს პომადა უნდა მოგაშორო. დედიკუნა, აბა პატარძალი, ესეთი მოთხოვნული ხო არ იქნები დედა? დედი, ჩემი ლამაზი გოგო. დედა, მოდი ახლა შენ. ატაკი. წამოდი დაგაწვინო. ცოტა ხანი უნდა დაისვენო დედა. მალე ლევანიც მოვა დედიკო. ატაკი დედა. ატაკი ნაცვალე მეშე. წამოდი გენაცვალე. ყველაფერი კარგად იქნება დედა. ყველაფერი კარგად იქნება, გვირდები.
ხვიცე დედა. მე დედა მეძინა? ხო დედიკო, ხო გინაცვალე. ეს კაბე რატომ ჩავიცვი? რა მოხდა მერე დედიკო? რა მოხდა დედა? მითხარი რატო ჩავიცვი? გინაცვალე მეშე. არა უშავს დედა. დედა რა მოხდა? მითხარი. არაფერი დედიკო. არაფერი. როგორ ახარ? არაფერი მახსოვს დედა. არაფერი არ მახსოვს. დედა. დამშვიდი დედა. შენი ნერვიულე ცოტა. ძიმე დღეები ქონდა. ამ საავადმყოფომა ძალიან იმოქმედა შენზე დედი. რა მოხდა დედიკო? მეც მომსვლია დედა. მეც ხშირად მომსვლია დედა. არაფერი, ყველაფერი კარგად არის, ჩემო კარგო. გინაცვალე მე შენ. ნეტა როგორ არის ის ბიჭი? ლევანი? ხო, ლევანი. რა ვიცი, თემოსგან ხო ვერაფერს ვერ გაიგებ. თქვენთვის ხომ არ უთქვამს რამე? არაფერი გარდა იმისა, რომ ვიღაცები დახვდნენ და თავში ჩაარტყეს. ოპერაციაც კი გაუკეთეს. არა, ოპერაცია კი გაუკეთეს, მაგრამ ამბობენ, რომ ვერ გადარჩება. არა და ახლახანს არ ჩამოვიდა ლონდონიდან. მამამისაც როგორი გეგმები ქონდა მასზე. თემო რაღაც აღელვებული მეჩვენება. აღალვებული იქნება, ბარა. ისე ძალიან მერიდება საავადმყოფოში რომ არ მივდივარ. რას ამბობ? შენი ნერვიულობა შეიძლება. გახსოვს რა გვითხრა ექიმმა? კი, მახსოვს. ეხლა იქ ისეთი დაძაბული მდგომარეობა. საწყალი კოტე. წარმომიდგენი ახლა რა დღეში. თანაც როგორ უყვარს ლევანი. ხო. ხომ გახსოვს? თემური ძალიან გაღიზიანებული რომ იყო. მე მგონია რომ მისი გაღიზიანების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ლევანის და კოტეს ასეთი სიყვარულია. ადრე ვერ ხვდებოდი. ახლა ხვდები. რას ხვდები? რომ თემო ეჭვიანობს. რას ამბობ? რას ეჭვიანობს? უბრალოდ უნდა რომ კოტეს გვერდზე იყოს. ახლახანს რა სისულელე გავიფიქრე. რა? არაფერი. რახან დაიწყე თქვი კიდეც. კიდევ კარგი კოტე მართქვა რომ თემო მისი შვილია. თორე მერე თემოს დაესხმეოდნენ თავს. თემო რა შვეში? ხო ამბობენ ამით კოტეს გადაუხადა ვიღაცამ სამაგიერო. ამაზე არ დავფიქრებულ ვარ. კომა დიდხანს გრძელდება? ერთი ან მაქსიმუმ 2 კვირა. არა ისე შეიძლება წლებიც გავიდეს და ადამიანი კომაში იყოს. საცოდავი. თავის ნიშნობის დღეს ეს რა დაემართა. ის გოგოც გაგიჟებული იქნება. არა და რა კარგი წყვილი იყო. რას ქვია იყო? იყო და იქნება კიდეც. კი, მაგრამ შეიძლება თემურ. მოდი. ლევანი როგორ არის? ისევ ისე. მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ დასტაბილურდა. შეიძლება რამ გამწარა ეს ხალხი ასე. მაინც რას ამბობენ, ვინ იყო? არაფერი არ ვიცით. 4 უცხო ნიღბიანი. რას ამბობ თემურ ნიღბიანების შუა ქალაქში დღისით მზისით? ჯერ მეტი არაფერი ვიცით. პოლიცია?
პოლიცია წეძებს, არჩილ. არა წარმომიდგენია რა დღეში იქნება ახლა კოტეა. არა მარტო კოტე არა, თინაც, მარიამიც, ნონაც რა ვიცი ყველა. არ შენ იქნები თემურ კარგ დღეში ახლა აქაურობასაც უნდა მიხედო, იქაც უნდა იყო. რა გინდა არჩილ? არაფერი, თემურ, მე უბრალოდ მართლა მეწყინა ეს ამბავი, მეტი არაფერი. გასაგებია. გმადლობთ. არა, გმადლობთ კი არა. მომისმინე თემურ. იცი რა ვიფიქრე? რა იფიქრე? როცა დანაშაული ხდება, პირველ რიგში რა უნდა ვიკითხოთ? არჩილ, მე ხა შენი იგავარაკების თავი არა მაქვს. თუ რამე გაქვს სათქმელი მითხარი, თუ არა და თემურ, მომისმინე. პირველ რიგში უნდა ვიკითხოთ. ვისთვის იყო ეს სასარგებლო? ოჩახ რა. ხო, აი მე ვიკითხე ჩემთვის. მერე? და იცი რა პასუხი აღმოვაჩინე? რა პასუხი აღმოაჩინე არჩილ? ზურა დანელია გახსოვს? არჩილ, შენ ახუმრობ? აი, ზურა დანელიასთვის ნამდვილად სასარგებლო იყო ეს ყველაფერი. რა, შური იძლია, საქმეებიც აურდაურია, არა შენ კი მიხედავ აქ ყველაფერს, მაგრამ კოტეს ახლა ნამდვილად არ ცხელა ამისთვის. შენ რა, არ გიფიქრია ამაზე? მიფიქრია კი. მერე? მეც და კოტესაც უფიქრია, მაგრამ იმისათვის რომ კაცს ასეთი რამ დააბრალო, დამამტკიცებელი საბუთები უნდა გქონდეს. ძნელია, იცი, ხელი დაადო ასე კაცს. მესმის, მართალია, ძნელია. მაგრამ მაინც რომ დარწმუნდე. დარწმუნდები. სულ ეს იყო არჩილ? არა, კიდევ ერთი. იცოდე თემურ, ჩემი დახმარება თუ დაგჭირდეს, გმადლობ არჩილ, როგორმე მე თვითონ მივხედავ, კარგი? მე უბრალოდ მინდოდა დაგხმარებოდი. მეტი არაფერი. გასაგებია, გმადლობთ. რა კარგი ბიჭია ეს ჩვენი აჩიკუნა. ყველას გვერდში უდგას, ყველას ეხმარება. რა ლამაზი ხარ ძვირფასო? აი მე და თემური საუბრობდით ზურა დანელიაზე. იქნებ მისი მოწყობილიც იყოს ეს ყველაფერი. მართლა? დიახ. ისე მე კარგად მახსოვს თემურ. შენ რომ ლანა გააგზავნე ზურასთან, დანელიასთან ინფორმაციის მოსაპოვებლად, იქნებ ახლაც იგივე გაიმეოროთ, ცუდი აზრია? აჩიკუნა საყვარელო. მე შენთვის არ ამკითხე მოამბეზე თუ არ ვწდები უკვე ერთხელ მithქვას არა? გითქვამს, თანაც ბევრჯერ გითქვამს, კარგად მახსოვს. მე რით ვერ შეიგნე? თქვენ ეთყობა სერიოზული კორპორატიული თათბირი გაქვთ, ასე რომ მე დაგტოვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ. არ გინდა ცოტა ოთახი გაანიაო. ამის ნასუნთქი ჰაერი გავიდეს. ისეთ ცუდი აზრი არ არის. დანელიაზე არ გიფიქრია? ლანა, მიფიქრია, როგორ არ მიფიქრია. მაგრამ იმისათვის რომ ადამიანს ასეთი რამ დააბრალო, დამამტკიცებელი საბუთია საჭირო. იცი, ერთია ბარში ჩხუბი და მეორე მკვლელობის მცდელობა. მე შეგიყო დანელიასთვის კაცის მოკლა სიახლეა. არა მე იმას არ ვამბობ რომ თვითონ, მაგრამ მისი დავალებით ვიცით ხომ ყველამ კარგად. ეგ ჩვენი საქმე არ არის. ამისთვის ამ ქვეყანაში პოლიცია არსებობს. შენ გჯერა ეს შტერი ბიჭი რასაც ბუდავს? მოწმე ეგ არის დაბა რა ვქნა ვის დაუჯერო. მე რა ვიცი, იქნებ დაავალა ვინმე. ვინ დაავალა? ვინც ეს ყველაფერი მოაწყო, ვისაც უნდოდა ამ ნიშნობის ჩაშლა. ისა ჩვენს გარდა ვინმე იცი ეგეთი? არა. სხვათა შორის თინასაც არ უნდოდა. კარგი რა. თინა საკუთარი შვილის სიცოცხლე საფრთხეს არ შეუქმნიდა ნიშნობის ჩაშლის გამოც კი. ხო და მაშინ მე სხვა არ ვიცი. უნდა გავარკვიო. თემურ. დარწმუნებული ხარო ჩვენი ხელი ამ საქმეში არ ურევია? ეხლა სისულელებს თავი დაანებე რა. შეღამაკლი ხარ ახლა. არა, მე კი არაფერს არ გაბრალებ, მაგრამ თუ შენ ყველაფერი ეს მარტომ გააკეთე, საღო. ლანა, მე არაფერი არ გამიგეთებია. ერთხელ უკვე აგიხსენი. ხო, კარგი, ხა საქმეზე გადავიდე ჯობია. რა იყო რა მხრებს იჩეჩო? სინდის მოხარ შეგაწუხა? სანამ კოტე ამ დღეშია, მე მას ვერ გავუკეთებ. აიგე? რა? ძლივს ჩაგივარდა მომენტი, ყველაფერი შენ ხელშედა, ეხლა აძლევ ზადნის? არაფერს ზადნის არ ვაძლევ.
უბრალოდ ლევანის გამომჯობინებას დაველოდები. გასაგებია, ანუ ერთად აღარ ვართ. ლანა ერთად ვართ, მაგრამ გიმეორებ. კოტე სანამ ამ დღეშია, მე ამას ვერ გავუკეთებ. ვერა და კარგად იყავი. მე თვითონ მივხედავ საქმეს. არ ჩენ გაგაკეთებინებ არაფერს. თუ დამელოდები, ერთად გავაკეთებთ იმას, რაც მოვიფიქრეთ. თუ არა და მაინც არაფერი გამოგივა. გამარჯობა ნოდარ. მობრძანდი, დაბრძანდი. გავგიჟდი კაცი რა. ეტყობა მე გადაჩეული ვარ ამდენ ჯდომას. თანაკ მოვლენები ისე მდორედ ვითარდება. რუსეთში ამდენხანს უსაქმოდ ვინ დაგსვამს? ვითომ რატო? იმიტომ რომ მოკვდები მშიერი. ჩვენ ქართველები ჯდომასაც ვასწრებთ და საქმესაც. შენც თუ ასე აპირებ, ჯდომით მომავალი საქმის დაწყებას შორს ვერ წახვალ. სწორედაც ახლა ისეთი საქმის დაწყებას ვაპირებ, ჩემს პატარასთან ერთად რომ ვიჯდები და თქვენ საქმეს გააკეთებთ. მე აქ არ ვარ, შენ უგეშინია, შენ დაიწყე. ჩემ შვილიშვილს ვის გავაზრდევინებ? თან ახალ სახლში, უკეთეს პირობებში. ახალი ხო არაფერი იცით კოტეშვილზე. ჩვენ გოგონა შენ გვეტყოდი რამე ახალ ინფორმაციას. არა, რაღაც ჭორები კიდათ ის ქალაქში, მაგრამ ლევანზე? ხო. ლევანზე და ვინმე ზურადან ელიაზე. მაგრამ დანამდვილებით არავინ არაფერი არ იცის. და თემოს არაფერი უთქვამს? თემო თავის საქმეებზე არასდროს გველაპარაკება. ო, ეგ მე შევატყე. კარგი მამა, ისადილებ. არა მამა. ნასადილებიც ვარ და ნავახშმიც. ისე ამ ბოლო დროს რაღაც აღარ მელაპარაკები სავარაუდო პარტნიორობაზე. ო, ეს ფირმის საიდუმლოა. რატო აღარ ვარ ფირმის მეპატრონე? აბა ვინ არის მამა მეპატრონე? შენთვის და შენი პატარასათვის არ მინდა ყველაფერი. არ ვიცი, ამ ბოლო დროს საერთოდ აღარაფერს აღარ მეუბნები და სხვათა შორის მას შემდეგ, რაც დაგთანხმდი. შენ ხუმრობ და მე ერთი სული მაქვს, როდის ავაწყობთ ამ საქმეს სერიოზულად. რა კარგად მიდიოდა არა, ყველაფერი სანამ ეს ამბავი არ მოხდებოდა. თემო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. კოტეს საქმესაც ეგაკეთებს. აბა შენ როგორ გინდა? სახლში ხო არ დაждდება. თემო კაცია და კაცმა საქმე უნდა აკეთოს. სახლში ხომ არ წამოგიგორდება? კი, მაგრამ არა ვითარი, მაგრამ მიდი ერთი ჩაი მომიტანე რა. კარგი, თქვენ? არა, მადლობა. დაზმირ, არაფრით არ მეგონა შენი ჩამოსulis ამბავს სხვებისგან თუ გავიებდი. მაგი არც მე მეგონა. მაგრამ ხოი ცხოვრება როგორია? აი, ცხოვრებას თავი დაანებე შენ. ბიჭო, იმ ლაწირაკის დარეკილზე რო ჩამოგრიალდი, მე ვერ მკითხე. იქნებ ასე ცუდად აღარ წასულიყო ეს ჩვენი საქმე. ჯიმა, შეხო არ ფიქრობ იმას, რომ ჩემი ხელი ურევია ამ საქმეში. კაცობას გებიცე მე მაშინ კაც. საერთოდ არაფერი არ ვიცოდი. მაგრამ მეორეც უნდა ითქვას აქ. ის კაცი სურას მოსაკლავად მოუვარდა სახლში. რატო მოუვარდა მოსაკლავად? აი ესაა საქმე. ჭორები დაუგდეს. ახლა მე კოტეს ბიჭზე გეტყვი. შედალო წილო. ჯერ გაერკვიე საქმეში და მე ატრიალე ეს იარაღი ბლია. იარაღით იყო მოსული? ასე იყო კი. მაგრამ ზურა შეწუხებულია მაგრად.
შენ თავი დაიფიცა. მამას გეფიცებიო. ნამდვილად არ მინდოდა მაგის მოკლა. იმიტოა შემძრალი ახლა იქ სოროში. არა, იქ მე წავიყვანი. ჯიმა, დაჯექი კაცო. იქ მე წავიყვანი, აბა რა. სანამ გაირკვეოდეს იმ ბიჭის ჯანმრთელობა, იყოს იქ. კოტესთან ვიყავი მისულ. ოჰო. თხოვე შვილს ძალიან მუდამი ჩაგრავ მეთქი. რა გითხრა? ამიცი პირობა მომცა. ძალიან არ დავჩაგრავ, ცოტას მაინც შევარჩენ რაღაცას. მე პირობა მივეცი, რომ ზურა მაგის საქმეში აღარ ჩაერეოდა. თუ არა და მე ვაგებ თავით პასუხს, მეთქი ასე უთხარი. ახლა რა ვქნა? კოტე მე მომთხოვს პასუხს, მე უნდა ზურას მოვთხოვო პასუხი, ხო? კაცმა მითხრა სიტყვაზე გენდობიო. ხო, მაგრამ კოტე მაშინ ხო ვერ იფიქრებდა, რომ ზურას მოუწევდა ლევანისგან თავდაცვა. ასე არ არის, ბლედ? მაინც არ მჯერა. არ მჯერა, რომ ზურა უდანაშაულოა. მე ხომ მიცნობ, ჯიმა. არა, თლად უდანაშაულოა, მეთქი ამას ვერ ვიტყვი. მაგრამ ახლა მე ვარ აქ ჩამოსული და მივხედავ მაგ ბიჭს. დაზმիր, შენ ეთყობა დიდი ხანია არ გინახავს ზურა. შენ კი არა. მეც ხელი მაქვს ჩაქნეული. შენ რას მიხედავ? არა მგონი ახლა თლად ხელჩასაქმნები იყოს ეგ საქმე. შორსაა შეტოპილი, მაგრამ შეიძლება ამ საქმის მოვლა. მე და ვასომ მამა ბასილიმ ვილაპარაკეთ კიდევ ამ საქმეზე. ვერთ მაქნას, ვერთმა. იცი რამდენჯერაა გადარჩენილი? პეწუზეა გადარჩენილი. ერთხელაც იქნება ვერ გადარჩება და გააგორებს ვიღაცა ღობის ძირას. რა ეშმაკი შეუჯდა, მაინც მითხარი ერთი და ბუხუტი, მოვაგვარებ მაგ საქმეს. ეხლა ერთი მისმინე, ხომ არ წამოხვიდოდი, ბიჭის სანახავად, გაუხარდება ბაღანას. არა, მე მაგას რაც დავპირდი, ის უნდა შეუსრულო. რას დაპირდი ეგეც კაცო? რას დავპირდი და მაგის შავ საქმეებს მოაგროვებ ერთად. გავიგებ ყველაფერს და მერე მივადგები და მოვთხოვ პასუხს. მოდი ელისა, მოდი. შენს დაღლილი ხარ. მოდი დაჯექი. მე რამდენი ხანია შენთან არ ყოფილვარ. იცი რა, ძალიან კარგი ვქენით რომ წამოვედით. ეხლა ცოტას დაისვენებ, მოწესრიგდები. არა რო იცოდე როგორ ვერ ვიტან აქ შემოსვლას ამ სახლში. როცა ვიცი რომ ლევანი იქ არის. ვიცი, ვიცი. არა, შენ რო არ ყოფილიყავი ნამდვილად არ წამოვედოდი. კარგი რა, მარტო ხო არ დაგიტოვებია. ნათია იქ არის, ნონა, მერაბიც ხომ ივა? კი, მაგრამ მე რო არა ვარ, ასე მგონია რომ რაღაც დანაშაულს ჩავდივარ. თინა, შენ თავს თუ არ მიხედავ, აღარც ენერგია და აღარც ჯანმრთელობა. რა თქმა ან ჯანმრთელობა ან ენერგია, ბავშვი იყოს კარგად, სულ არაფერი არ მინდა. მასე ნუ ამბობ. დღეს მეც ძალიან რთული დღე მქონდა. შოთა ხო კარგად არის? კი, შოთა კარგად არის. მარიამს გაუჭირდა ძალიან. სუტერის და ტერის. აბა რა იქნება? გამიგიშდა იმ დღეს. რატომ არ მაჩვედეთ ლევანი? იმდენი ინერვიულა რომ შემეშინდა ცუდად არ გამხდარიყო. ღმერთო, რა საშინელი სიტუაცია იყო. ხო. შენ ხო ხარ მაგრად. სულ იმას ვამბობ, რომ თინა ძალიან ძლიერია თქო. რას ლაპარაკობ ელისა? ეს გარედან ჩანვარ ასე თორე. მე მკითხე ერთი როგორა ვარ. იცი რა, გული არ მიგრძნობს ცუდს. აი ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება. არ ვიცი არა. არ ვიცი, გაფიქრებაც კი მეშინია. თინა, არაფერი ცუდი გულში არ გაიგლო იცოდა. აი ნახავ.
ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. არ ვიცი არა. ჯიმა, მე უთხარი ზურას. წამოდი ჩემთან მეთქი. მაგრამ უარზია, ჩემი ქონება უნდა დავიბრუნოო. დაზმիր, რას გეტყვი, იცი მე შენ? ხო. მე მგონი საქმე იმაზე უფრო ცუდადაა, ვიდრე ჩვენ გვეგონა. რატოც? რატო და მე მგონია, რომ ზურას კი უნდა წამოსვლა, მაგრამ ისინი არ უშვებენ. ვინა, მთავრობა? არა კაცო. ვიღაცებთან ძალიან უშნოდ არის შეკრული. ვისთანაა შეკრული? ვისთანაა, ახლა არ ვიცი. მაგრამ ეს ასეა ნამდვილად. ეთყობა რაღაცაში მიეხმარენ მაგ შტერს და მერე გამოიჭირეს. ხო. აბა რა უნდოდა იმაში ფინანსთა სამინისტროში რომ ჩალიჩობდა? რა უნდოდა მითხარ? ცხოვრობდა ნორმალურად, კარგად. იქნება წინსვლა მოუნდა კაც. მაგას კი არ მოუნდა, იმათ მოუნდათ. არა, მაგი არ ვიცი მე, მაგრამ ზურა რო ნამეტნავათაა ჩაფრენილი აქაურობას, ამას ვხედავ. წამოსულიყო ჩემთან კაცო ცოტა ხანი და დააყოლებდა გულს. არა, ჯერ ეს საქმეა მოსაგვარებელი. არა, ეს უნდა მოგვარდეს, აბა რა. დაზმիր. მე მაინც კოტესთან უნდა მივიდე. რატომ? რისთვის? როგორ რატომ? სიტყვა მაგ კაცისთვის მიცემული. მაიცა ბუხუდი. რა მაიცა? კაცმა მითხრა, შენ სიტყვას ვენდობიო. ხო, მაგრამ კოტემ ეს ჯერ არ იცის, რომ ეს ზურას გაკეთებულია. არ იცის? არა. სწორედ ეს მინდოდა მეთქვა შენთვის, აი პირველ რიგში. ნუ ახლა შეიძლება არ იცის, მაგრამ ეგ რა შეღავათია ჩემთვის. კოტემ არ იცის, მე ხო ვიცი რა ჩაიდინა ზურა. მე ახლა კოტე მაგის კაცია, ეს ვერ გაიგოს. ადრე თუ გვიან მაინც გაიგებს. ხომ მომეჭრა თავი. მართალი ხარ ბუხუდი. მართლა გაიგებს, მაგრამ ჯერ არა. გამიგე? იმაშიც მართალი ხარ ჯიმა, რომ ჯობია კოტესთან ჩვენ მივიდეთ და უთხრათ, ვიდრე სხვისგან გაიგოს. მაგრამ ვიდრე ის ბიჭი ცუდათაა, ამის გაკეთება არ ღირს. დავაგვირდეთ იმ ბიჭის მდგომარეობას, მერე გამოჩნდება, რა გავაკეთოთ, როგორ გავაკეთოთ. ასე არ არის? ხო, ალბათ მართალი ხარ. დაზმის. ასეა ბუხუტი, ასე. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს ამბავი ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. შენ განაცვალე ლევანიკო, რა დღეში ხარ? ნაჩი როგორ გახდა რა? ამდენი დღეა შენი ხმა არ გამიგია ლევა. კაი, ნანა, ნუ ეუბნები ესეთ რაღაცებს. ამ დროს თურმე ყველაფერი ესმოთ. ესმოდეს, მე რა ვთქვი ახლა ამისთან? ისე ელაპარაკები, თითქოს რაღაცა. თითქოს რა, ნაჩი? რა თითქოს ამას რომ რამე მოუვიდეს, იცოდე, გავგიჟდები. თურმე როგორ მყარები? გეყარებოდა შენი ძმა, არ გეყარებოდა? არა, იცი, ყოველდღიურობაში ამას ვერ ვგრძნობდი. ეხლა ესეც რო უყურებ, ესე მგონია უფრო შემოყვარდა. ალბათ ასეა. მე არასდროს ვყავდია სისხლით ნათესა. ახლა მივხვდი რა ყოფილა სიყვარული შვილი რო გავაჩინე. იცი რა მჭირს? ასე მგონია თითქოს ჩემი რაღაც ნაწილი აი აქ ამ აპარატშია შეერთებული. ნაცი ეს ჩემი ნაწილი. ნანა, ხო კარგად იქნება ლევანი. კი, აუცილებლად კარგად იქნება. შენ ესე არ ფიქრობ? არა, ცუდად კი არ მithქვამს, მეც ძალიან მინდა რომ კარგად იყოს. არა, მაინც ვინ გაგვწირა ღმერთო, ჩემო ვის რა დაუშავეთ ასეთი.
ასეთ დღეს აი მე ბავშვების ესე გამწარება ღმერთო. კარგი რა თინა. რაღაცნაირად ცოტა იმედიანად რომ ვიყო რომ ბავშვი უკეთ არის რომ რაღაცნაირად ლევანი გამოჯამრთელდა თვალში გამოიხედა. ყველაფერი კარგად იქნება. იცი რა გამახსენდა ახლა? გახსოვს ბაკურიანში რო წაიყვანე ბავშვები. ნონა, ლევანი და მარიამი. გახსოვს? მე მაშინ ფეხძიმეთ ვიყავი ანას. მარიამი რო ავად გახდა, გახსოვს? ხო, როგორ შემეშინდა მაშინ. ისეთი მაღალი სიცხე ქონდა. ექიმი გამოვიძახეთ, ნემსი დაჭირდა და ლევანი მთელ ხმაზე გახკიო და მე გამიკეთე ნემსი მარიამს არა და ეშინოდა საშინლად. აი მე მოუკვდა მამას ჩემი თავი. სკოლიდანაც შენთან არ დარბოდა სულ. დედა, მოვედი. რას გეძახდა? დედა. მეც კიდე სულ ცხელ გაჭაპურებს მომზადებდი ხოლმე. სულ არ მახსოვდა. დედა. ხო. როგორი ახალგაზრდები ვიყავით, არა, ბავშვები. რა ბედნიერები ვიყავით, თინა. როგორ შეიძლება ერთ წუთში შეიცვალოს ადამიანის ბედია? მთელი ცხოვრება. ვაიმე. ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი. იცი რა, მოდი ახლა შენ ჭამე რამე. 2 დღე არაფერი გიჭამია. მე ცოტა ხანს წამოწექი. მე წავალ ლევანთან და სანამ შენ არ მოხვალ იქ ვიქნები. კარგი? ელისო. მაპატიერა. თინა რას ამბობ? ხანდახან რაღაც უტაქტოთ ვიქცეოდი. კარგი რა. თინა. კარგი რა. რებს მე ლაბარაკები ხარ. შენზე ახლობელი ვიმყავს მითხარი. თინა. იცი როგორი მოწესრიგებული და საყვარელი ბავშვი იყო. მე არა. სულ უკან დევნა მჭირდებოდა. სკოლაში დამტოვებდნენ, წასულები არ იყვნენ, უკვე ვეპარებოდი. ეს არა. ის ყველაზე ჭკვიანი იყო. ჩემი მესაიდუმლე იყო, ნათი ყველაფერს ამას უყვებოდი, მიუხედავად იმისა, რომ 5 წლით ვარ ამაზე დიდი. მაგრამ არასოდეს არავისთან არ ჩაუშვილა. პირველი სიგარეტი მე მოვაწერე. კინაღამ დამეხჭო საწყალი ნაფასი რა დაარტყა. მეც ესე დამემართა პირველად რომ მოვძე. ისე არ მომეწონა იმის მერე არც გავკარებივი. ნათი, სულ ცოტა ხანი რა დაგტოვა ლევანთან, ხო შეიძლება? ნანა, არ გცხვენია, რას მეკითხებ. გვერდი შენობაში ხვალ და ძალიან მალე დავბრუნდები, კარგი? კარგი რა ნანა, რა პრობლემაა? 5 წუთში აქ ვარ. ხო კარგად იქნები. იცი როგორ მეცადები. ხო უკეთ ვიცი რა ხდება შენს ირგვლივ. გამოჯამრთელდი რა გეხვეწე.
არ მელოდი ზურადანელია შეიძლება არ გაინძრე თუ დაგაჭედა ფშულში